რატომ არ უნდა გავყიდოთ? რატომ არ უნდა გაყიდო? იმიტომ რომ გრძელვადიანად გენდონ. ჯერ მიდი, გაიგე რა უნდა და თუ გაიგე რომ არ ჭირდები, წამოდი. ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის? რის გამოც არ გამოსდით გაყიდვები? იმიტომ რომ შენ კი გიყვარს ეს შენი პროდუქტი, მაგრამ შეიძლება გიყვარდეს, რადგან შენი შექმნილია რა. მაგრამ ადრე გამიგეთებია, რომ გაფეილებულ მოლაპარაკებაზე ორი თვის მერე დამირეკავს და მიკითხავს, რომ უბრალოდ მართლა მითხარი სადავცდით. და ამ ადამიანებს ისეთი უკავშირი მოუციათ, მე მანდ მივხვდი, რომ უბრალოდ ჩემ პრეზენტაციით მივედი და არ უსმენდი. როდის უნდა ვილაპარაკო ფასზე და თუ მითხეს ზურია რა უქნა? დავით ჩიკვაიძე სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი 16 წლიანი გამოცდილებით, ანტიგაყიდვების ავტორი და საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი. ის უკვე წლები ადამიანებს და კომპანიებს ასწავლის, როგორ გაყიდონ არა манипуляციით, არამედ გულწრფელი დახმარების სურვილით. სამ შეხვალ მოლაპარაკებას. დაწერე 3 ყველაზე ცუდი შეკითხვა, რომელიც შეიძლება იმ კაცმა დაგისვას ან იმ ქალბატონმა და თუ წერილობითვე იქვე პასუხს ვერ გასცემ, ესე იგი შემზად არ ხარ. პირველი გაყიდვა უფრო რთულია თუ პირველი პაემანი? რაც ხელს გიშლის პირველ გაყიდვაში და პირველ პაემანში, ეს არის ნერვიულობა, აქცენტირებული ხარ შენი თავი როგორც არადგინო, შენ მეორე მხარე გავიწყდება, კლიენტი გავიწყდება, ის გოგო გავიწყდება. აი შენ თვითონ იქ არ გჯერა, ღირსი ხარ იმ გოგოსი, ხო ამ შემთხვევაში. თუ შენ არ გჯერა შენ თავის იმან რატო უნდა შეგიყვაროს, ან რატო უნდა იყიდოს იმან შენგან საერთოდ. ყველაზე ცუდია რომ ამ თავდაჯერებულობას არა გაცნობიერებით, არამედ ცდილობენ რაღაც ხელოვნურად აი ტექნიკებით. ეხლა ნახე ტვინი მიდის რომ მაშინ როგორ შეუფუთო რომ შევდენო. უკვე თუ ფუთა უკვე ნერვიულობ, იმიტომ რომ ტყუილით ვიწყებ ურთიერთობას და ეხლა ადამიანი როდესაც ბიზნესები უშენებია და რო ფიქრობთ რომ გავწურებით და მოვატყუებთ, იმიტომ რომ ის ეხლა ხო არ გეტყვის, მატყუებ. იმას აქ ჯადოსნური სიტყვა მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით მაშინ.